მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, ვიწყებთ ახალ ვლოგს და გავატაროთ დღე ერთად. დღეს არის 14 თებერვალი. ვემზადები, ოღონდ არ ვიცი რისთვის. უბრალოდ დღეს დილიდან გადავწყვიტე, რომ გავლამაზდე, ჩავიცვი წითელი კაბა. კაბა კი მაქვს მოჭერილი ძალიან და ლოქოთევზივით დავდივარ. მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუცლებთ. დღეს თან გავიკეთებ მაკიაჟს, თან ვიჭორავოთ. დღეს წესით მქონდა ვიზიტი დაგეგმილი გინეკოლოგთან და არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ გერმანიაში ყოველ სამკვირაში ერთხელ არის დაგეგმილი ვიზიტი და ყოველ სამკვირაში ერთხელ მიღებენ ეხოს, ვაბარებ აბსოლუტურად ყველა ანალიზს, სისხლის ანალიზსაც, შარდის ანალიზს და ასე შემდეგ. და დღეს წესით უნდა მქონოდა გადამიდეს სამშაბათისთვის. აი, ესე იგი, ჩემი მაღლა მეზობელი მთელი დღე პატარა ბავშვს ეჩხუბება. მთელი დღე მარტო ამ ბავშვის ტირილი ისმის, ამ ქალის ყვირილი. ახლა მისმის, რატომ იძახებენ ხოლმე პოლიციას აქაური მეზობლები ბავშვის ტირილზე. ხანდახან ისე მეცოდება ეს ბავშვი. მართლა ვფიქრობ ხოლმე, რომ მეც ხო არ გამოვუძახო პოლიცია, კლავენ. პატარა ბავშვს კლავენ. ეს ქალი სულ ყვირის, მერე მოდის კაცი ალბათ სამსახურიდან არ ვიცი და ისიც უმატებს ყვირილს, ბავშვი ტირის, დარბის აკეთიქით. მოკლედ. შემდეგ დღეს დაგეგმილი გვაქვს კიდე ვიზიტი ნიცას სკოლაში. ნიცას სკოლაში დღეს არის ღია კარის დღე და გოჩაც აგვისტოში წავა ნიცას სკოლაში, თუ მიიღებენ რა თქმა უნდა. და ამიტომ დღეს მივდივართ ღია კარის დღეზე, სპეციალურად მოგვიწვიეს, თუ არ ვცდები 16 საათსა და 30 წუთზე, ანუ 5:30-ზე გვაქვს ვიზიტი. უნდა მივიდეთ და აგვიხსნიან ყველაფერს და დაგვათვალიერებინებენ სკოლას. რა თქმა უნდა, გოჩასთან ერთად უნდა წავიდეთ და შემდეგ იქნება გოჩას გამოცდა, რადგან სკოლა არის საკმაოდ ძლიერი, არის სკოლა გიმნაზიუმი და თუ გოჩა გაწუდება იმ სკოლას, იქნება ძალიან კარგი, რადგან შემდეგ ერთად ივლიან სკოლაში. მეც მაწყობს, რომ როცა ვიმშობიარებ, ნიცა და გოჩა დილით ერთად წავლენ სკოლაში და მე აღარ მომიწევს იმაზე ფიქრი, ერთი მივიდა, მეორე მივიდა. ერთ-ერთი მაინც დამირეკავს და მეტყვის, რომ ადგილზე ვართ. საერთოდ ყოველდღიურად არ ვხმარობ ტონალურს და ახლა ვფიქრობ, რომ რატომ ძალიან ლამაზია. And I'm burned by the morning light. I make the same mistake more than twice. Same song, but brand new dance. I wear out my 3rd chance. You take my breath and I can't get it back. Might be time for me to face the facts. The best me is with you, but I know I got a lot to prove. They think we're too damaged to fix, but we're just working through a little rust. They like to say we're just young, but I know we won't give this up. Sometimes I lose my mind, and some days it's hard to find the reason why you stay by my side. You and I break our hearts open in half just to see if we'll put them
თუ ისე ხშირად გაჩვენებთ ხოლმე ჩემს საჩუქრებს, მაგრამ დღევანდელი დღე ეძღვნება ვალენტინობას, ამიტომ გაჩვენებთ ჩემს საჩუქრებს ორი ვერცხლის. აი სამაჯური ვიცოდი და მე თვითონ ავირჩიე რამოდენიმე დღის უკან ვიყავით ვერცხლის მაღაზიაში, ეს სამაჯური მომეწონა და ეს სამაჯური ავიღეთ. ეს ჩემი იდეა იყო, რომ ვალენტინობის დღისთვის ამეღო ეს სამაჯური. ოღონდ შევინახე და დღეს პირველად გავხსენი. ასეთი ძალიან ლამაზი. ამის შესახებ არ ვიცოდი. წუწუნებს სულ რომ შრატი გამომელია თქო და ვერ მივაღწიე თქო მაღაზიამდე, ამიტომ როგორც ვხედავ, აქ შიგ დევს შრატი. ეს არის სახის დასაბანი გელი. კარგია. ეს არის სახის დამატენიანებელი, დღის კრემი. სუნი კარგი აქვს. და ეს ალბათ შრატია. ესეც შრატია. კარგია, მიყვარს ახალი კოსმეტიკა და ახალი კოსმეტიკის დატესტვა, ასე რომ ეს საჩუქარი მომეწონა. და ასევე ტორტი. საერთოდ ძალიან ბევრს ვაცხობ, მაგრამ ჩემს გამომცხვარს მე თვითონ იშვიათად თუ მივირთმევ. ხშირად კამერის გამო თუ გავსინჯავ ხოლმე, რადგან ძალიან მიყვარს, როცა არის რაიმე შიგთავსი და ჩემს ოჯახის წევრებს არავის არ უყვარს ხილით ტორტები ან ხილიანი ნამცხრები. ასე რომ ჩემთვის მეზარება ხოლმე, მხოლოდ ჩემთვის გაკეთება და ეს მარწყვის ტორტი დღეს ჩემთვის არის იდეალური საჩუქარი. ახლა არის გაყინული. ამოვიღებ, გადავიტან და ბავშვები მოვლენ პირველ საათზე. სავარაუდოდ სკოლაში მიირთმევენ პირველის ნახევარზე და შემდეგ მოდიან სახლში, ასე რომ არ მგონია რომ შივრები იყვნენ, რომ მოვლენ, ყავას დავლევთ, ბავშვები ჩაის ან კაკაოს და მივირთმევთ ამ უგემრიელეს მარწყვის ტორტს. როგორც იცით, აპრილები ვართ, შემოსასვლელი არის აპრილი და ველოდებით თაროებს ხვალისთვის მოიტანენ, ამიტომ როგორც იყო ყველაფერი აპრილი ასევე დარჩა. დილიდან საძინებელი და სამზარეულო მივალაგე უკვე, დამრჩა მხოლოდ ეს მისაღები ოთახი და მივალაგებ ახლა თქვენთან ერთად. ასევე ჩავრთე სარეცხი, სადაცაა გაირეცხება და დავფენ აივანზე. გარეთ თოვლს დადებს, შემდეგ გამოვა მზე, გადნება, საღამოსკენ კიდევ წამოვა თოვლი და ასე უკვე მთელი კვირა. ამდენი ხნის მანძილზე ვერაფრით ვერ დადო თოვლმა, ჩვენთან გერმანიაში თოვლის დანახვაზე პანიკაში ვარდებიან, ოღონდ მართლა. შემდეგ გზებზე ყრიან რაღაც ქვიშებს და არა მარტო გზაზე, ასევე ტროტუარებზეც, ალბათ ტროტუარი ჰქვია, ჩვენი სადარბაზოს წინაც დადის მანქანა და ყრის რაღაც პაწაწუნა ქვიშებს, რომ ფეხი არა უსრიალდეთ, რადგან ყველგან ქვაფენილია და შემდეგ ეს ქვიშა შემოდის სახლში. მოკლედ თავიღალი აღარ შემიძლია ამ ქვიშების ხვეტით
და არც თოვლს დებს, არც წვიმს რომ წაიღოს ეს ქვიშა. მოკლედ გავწვალდი დღეში ორჯერ ასე დაყრიან ხოლმე ამ ქვიშას, შემდეგ ისევ გადნება, კიდევ წამოვა თოვლი, ოდნავ დადებს, ჩავარდებიან კიდევ პანიკაში და ყრიან ამ ქვიშას. ახლა ვუყურებ ამ კადრებს და რა სასაცილოდ მაცვია ეს ხალათი, თავიდან ხალათის გარეშე დავიწყე დაფენვა, მივხვდი რომ საშინლად ციოდა და მციოდა, უცებ შემოვიცვი და ასე სასაცილოდ მაცვია, მოკლედ სრული სიტყვის მნიშვნელობით ვინი-პუხი ვარ. Every time, waiting for one of us to cross the line. You got me and I got you, and we got a lot to prove. They think we're too damaged to fix, but we're just working through a little rust. They like to say we're just young, but I know we won't give this up. Sometimes I lose my mind and some days it's hard to find the reason why you stay by my side. პარასკევობით ბავშვები პირველამდე არიან სკოლაში, სულ ახლახანს შემოვიდნენ, უცებ გავშლის სუფრას, ვიკითხე ჩაი ან ყავა თუ უნდოდა ვინმეს, მე დავლევდი სიამოვნებით ყავას, მაგრამ მხოლოდ მე მინდოდა, ამიტომ გადავიფიქრე და მოვამზადე წვენი, სპეციალური წვენია, არ ვიცი რა ქვია, მოკლედ იყიდება, უნდა გახსნა წყალში, დაელოდა რამოდენიმე ხანი და ნატურალურ წვენს გავსი იმ დონეზე, რომ შიგნით ხილის ნაჭრებით კი ყრია. რაღაცით კისელს წააგავს, ვიტყოდი რომ ცივი კისელის გემო აქვს, უბრალოდ ჩვენ კისელს ვხარშავთ, ხოლო ეს უბრალოდ წყალში უნდა გაიხსნას და მორჩა. თუ დაელოდებით მაგალითად 5-6 საათი, მაშინ ჟელესავით გამაგრდება და რაღაც ჟელეს დესერტის გემო აქვს. მას შემდეგ რაც მივირთვით, ავალაგეთ, ბარემ გავრეცხე უკვე და დავიწყე მომზადება სკოლაში წასასვლელად. გავრეცხეო ისევ თქვი, თითქოს ყველაფერი მე გავრეცხე, სინამდვილეში ჭურჭლის მანქანაში შევაწყე ჭურჭელი და გავრეცხე მხოლოდ ბაკლები, რადგან ბაკლები მაღალია და არ ეტევა ჭურჭლის მანქანაში. დღეს ვახშმად ვაპირებ რაკლეტის მომზადებას, 3 წელზე მეტია ეს რაკლეტი არ გამომიღია და არ მოგვიმზადებია. ბოლოს კოვიდის დროს მოვამზადეთ და გამახსენდა, გამოვიღე, დღეს მოვამზადებთ რაკლეტებს, განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ ძალიან და სანამ დრო მაქვს, ვიფიქრე რომ ამოვიღებ თქო და გავამზადებ. თან სიმართლე გითხრათ, მაინტერესებს რომ შევამოწმო მუშაობს თუ არა, რადგან გარანტია 3 წელი ჰქონდა და 3 წლის უკან ჩავრთე ბოლოს. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვმეპარებოდა რომ საერთოდ იმუშავებ და ამიტომ ჯერ დავტესტე მუშაობდა თუ არა. თუ ვინმემ არ იცის, რაკლეტი არის ასეთი მოწყობილობა, ზემოდან აქვს ეგრეთ წოდებული პლიტა და დაბლა აქვს პატარა ტაფები. ამ ტაფებით ამზადებს ყველა ინდივიდუალურად თავისთვის სადილს. მოკლედ მე გავემზადე უკვე, სანამ ჩემებიც გაემზადებიან, ვიფიქრე რომ ბარემ სუფრასაც გავშლითქო და დავაწყე თეფშებიც. როგორც ხედავთ, ზემოდან აქვს ორმაგი პლიტა,
ერთი არის მარმარილოს ქვა, ხოლო მეორე უბრალო პლიტა, ზემოდან იწვება ხორცი, სოსისი, ბეკონი და ასე შემდეგ, ხოლო ამ პაწაწუნა ტაფებზე ადნობენ ყველს და შემდეგ ასხავენ ზემოდან სადილს. ხშირ შემთხვევაში კარტოფილს, მოხარშულ კარტოფილს ასხავენ, მე მოვხარშე უკვე კარტოფილი და დანარჩენს შემდეგ საღამოს მოვამზადებ. ჩვენ ვიყავით უკვე სკოლაში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნიცას სკოლა არის ჩვენს ქალაქში საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ძალიან მინდა რომ გოჩაც ამ სკოლაში მივიდეს, დღეს დაგვათვალიერებინეს მთლიანად სკოლა და არის უზარმაზარი, ხოლო 6 მარტს გოჩას ექნება გამოცდა და ამ გამოცდის შემდეგ გაირკვევა მიიღებენ თუ არა ამ სკოლაში. მოკლედ ვლოცულობ 6 მარტისთვის ვლოცულობ, რომ გოჩამ როგორმე გადალახოს ეს ბარიერი. შემდეგ საღამოს ვივახშმეთ რაკლეტებით, როგორც ხედავთ, გამდნარ ყველს ასე ასხავენ ზედ მოხარშულ კარტოფილს. ერთი ხელით ცოტა გამიჭირდა, რადგან მეორე ხელით ტელეფონი მეჭირა და ვიღებდი თქვენთვის. ასე ჩაიარა დღევანდელმა დღემაც. როგორც ხედავთ, ბავშვები გიждდებიან ამ პროცედურაზე და ყოველ ჯერზე ჯერ ბავშვებს ვაძლევთ ხოლმე ამ ყველაფრის გაკეთების უფლებას, რადგან სიამოვნებით წვავენ თავიანთთვის რაღაცეებს. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. მომავალ შეხვედრამდე.